მოგესალმებით ჩემო ძირფასებო და ჩემო კარგებო, ჩემო მშვენიერებო, დღეს ჩვენ ვნახოთ შენი ცხოვრების მთავარი ცვლილება იწყება ახლა. აი ესეთი გაშლა მინდა გავაკეთო. და დღეს რატომღაც მოითხოვა ეს დასთა, აქედან ამოვიღე მაღალი არკანები, კითხვებს დავესვებ აქა, მაგრამ ეხლა მინდა ვნახო. ეხლა რა ენერგიაში ხარ შენ? და მინდა ვიპოვო აქ მაღალი არკანი, რომელიც გვაჩვენებს ჩვენ ეხლანდელ ენერგიას, შენს ეხლანდელ ენერგიას. რა ენერგიაში ხარ ეხლა? Так, მოიცე რატო წამოვედა აქედან. რაღაც ელოდები, მოიცედეთ, არა. ცოტა ზემოდან მინდა ამოვიღო. აქ ვიღაცამ ლოდინი დაამთავრა, რაღაც ეს ლოდინი. Так, ხო, დაამთავრეთ რაღაცა თქვენ და მაღალი ხო, всё მოვიდა ენერგია. სხვათა შორის გუშინ ვინც უყურებდა გაშლა რო დავდე მე ღმერთო პროგნოზი, კვირის პროგნოზი, ხო? აი ზუსტად ეს პოზიცია დადგა. აი ზუსტად, როცა ადამიანი აი თან ახლა ის როგორ იყო, იცით? ეს პოზიცია იყო ზუსტად იმაზე, რა გელოდება მომდევნო კვირის განმავლობაში და აი ახლაც მომივიდა ზუსტად ეგეთი პოზიცია, ერთი-ერთში რა. ანუ აქ თქვენი ეხლა ხართ უკვე როგორ თქვენ, ყველანაირად, ანუ არ გადაწყვეტილება გაქვთ მიღებული, რომ არავითარ შემთხვევაში ჩემს ცხოვრებაში მე ტკივილს არ მივიღებ, იმიტომ რომ თქვენ აქ რაღაც თქვენ ზალაში ხართ შესულები რა. არანაირი დაბრკოლება, არანაირი ბლოკები, არანაირი ტკენა, არანაირი, აი არაფერი გამთავისუფლდი მე საერთოდ რაღაცა მიჯაჭვულებიდან ხართ განთავისუფლებულები, რაღაცას ეჯაჭვებოდით, მაგრამ თქვით ბოლოს და ბოლოს არა, მე გამთავისუფლდი, მე დავასრულე ეს ტკივილი, მე დავასრულე ის, როცა მე გული მტკიოდა და როცა მე ღამები არ მეძინა, მე ეს ყველაფერი დავასრულე, ამ თვირთის მე თრევას ვასრულებ, მე ვაკეთებ იმას, რასაც მე ვთვლი საჭიროდ, მე ვთვლი და მე ნამდვილად ამაში დამეხმარება უმაღლესი უზენაესი ძალა და ჩემი საგვარეულო და ახალი ენერგია, აგერ უკვე გვაჩვენეს ჩვენ სიყვარულის ენერგია მოდის რა. ვნახოთ ახლა თქვენ თუ ამეთი ცანი თქვენი სიგნიფიკაცია, ახლა ვიმუშაოთ უკვე აქ ვიღაცას გაეხსნა ცოდნა სხვათა შორის, საკრალური ცოდნა და ეს ნამდვილად თქვენი პირადი დანიშნულება არის, იმიტომ რომ აქ თქვენ გამოიარეთ ურთულესი პერიოდი, ძალიან რთული იყავით რაღაცას დამოკიდებული, რაღაცა შეიძლება ბევრი ვალდებულებები გქონდათ აღებული, შეიძლება დიდი ხანია რაღაცა სიტუაცია, საით თქვენს აი სიტყვა მოდის ათრევდით რა, აი რაღაცა ეგეთ სიტუაციას, მაგრამ ეხლა თქვით რომ არა. აი თითქოს გამოფხიზლდით, იცით? აი ვიპოვე პასუხები და აი გამოგაფხიზლეს. რაღაცა შეიძლება იყო მომენტი, არის ზოგჯერ ნახეთ ახლა ესეთი მომენტები, რომ так, მე ჩვენ ახლა ბევრს ლაპარაკობთ იმ არხზე, მაგრამ ნუ კარგით მაპატიეთ, ახლა მომიტევეთ, აქაც გეტყვით. სადაც გრძელი გაშლები გვაქვს, აქ ჩვენ მოკლე გაშლები გვაქვს და ნუ ორი სიტყვას გეტყვით ახლა. ზოგჯერ არის ესეთი სიტუაცია, როცა ჩვენ აი თითქოს თვალს გვიხუჭავენ რა, აი რაღაცა ესეთი მომენტები არის, რომ აი ნუ დაუშვოთ ახლა თქვენ ძალიან კარგად იცით თქვენი ფასი, ძალიან კარგად იცით ვინ ახართ, ხო? ძალიან კარგად იცით, რომ დაუშვოთ, ნუ გაიარეთ რაღაცა სირთულებიდან, მაგრამ ეთყობა, როცა აი კიდე გაქვს რაღაცა გასავლელი, ხო? შენ კიდევ ისეთ სიტუაციაში გაგდებენ, რომ აი ვარდისფერთა თვალებს გიკეთებენ, რომ შენ ბევრი რაღაცები არ დაინახო, ეგაც იმისათვის არის, რომ შენ ის რაც უნდა გამოიარო, შეძლო. ანუ როგორც ანესტეზიას რო უკეთებენ ოპერაციის დროს, რომ აი რთული ოპერაცია უნდა ადამიანმა გაიაროს, მაგრამ თუ დაუშვოთ მაგას არ გაუკეთეს ანესტეზია, ვერ გაივლის, ხო? აი ჩვენს ახლა გვიკეთებენ აი ესეთ სათვალეებს, ასე რომ ვთქვათ, რომ ჩვენ ბევრი რაღაცები ვერ დავინახოთ, ხო? ნამდვილი რაც არის, მაგრამ როცა ჩვენ უკვე უახლოვდებით
იმ მომენტს, რომ უკვე ეს უნდა დასრულდეს, როცა მაღალი ძალები და აქ მაღალი ძალები ამას ხედავენ, რომ შენ უნდა გაიარო რაღაცა, ხო? და აი გაიარე ეს უკვე რაღაცა, ხო? შენ უკვე დაამთავრე, დაასრულე ეს გზა. შენ თვითონ, შენ უშუალოდ შენი პარტნიორი ან ვიღაცა კი არა, შენ თვითონ უკვე ნამდვილად გაკვეთილის ჩააბარე და ყველაფერი, აი მაგ შემთხვევაში ჩვენ თითქოს თვალს გვიხილავენ რა და ვხედავთ სიტუაციას სულ სხვანაირად. აი გაიხსენეთ ხო გქონდა თქვენ სიტუაციები, როცა თუნდაც ახლა ურთიერთობაში იყავით და ყველაფერი იყო რაღაც თქვენთვის ძალიან ძალიან ისეთი ანუ მიყვარს რა ვქნა, სულ ამართლებდი და მე უცბად რაღაცა მოხდა. დაჯექეთ, გაანალიზეთ და მიხვდეთ, რომ ღმერთო ჩემო, სად ვიყავი? ან ყოფილ პარტნიორზე სიტყვაზე რომ გაიგზავნე მე რანაირად მიყვარდა ეს ადამიანი, ხო? მაგრამ ისწავლეთ რაღაცა იმ ურთიერთობიდან რა და მე რიტყვით რომ არა, ასე არასოდეს არ ვიზავ. აი უკვე იმდენი რამე მასწავლა მაგან ისე ჭკუა მასწავლა რომ არა. აი ეგეთი რაღაცა არის, რომ ეს ადვილად რო აგეხსნათ, ხო? კარგით, მოდით ნახოთ ეს იგი რა აქტიურებს ამ მთავარ ცვლილებაში, რა აქტიურდება დაჟე. რა აქტიურებს, вот. რა ენერგია შემოდის შენს ცხოვრებაში, მე როგორც ყოველთვის შპარგალკა მაქვს მომზადებული. რო კითხები არ დამჩეს, მე არ დამავიწყდეს რას ვიკითხები, ხო? რა უნდა გააუშვო იმისთვის, რომ შენ ცხოვრებაში ეს ცვლილება შემოვიდეს. მთავარი ძალა, რომელიც შენ დაგეხმარება ამ პროცესში. და ვნახოთ ახლა რისკენ მიგიყვანს ეს ცვლილება, შედეგი რა იქნება. ვნახოთ ახლა ჩვენ, ანუ რა აქტიურებს ამ მთავარ ცვლილებას. ვაუ, გოგოებო, აქ არის იმპერატორი. იმპერატორი ახლა გეტყვით ახლა როგორ კი, ახლა აქაც თქვენ ჩვენ ახლა სიყვარულის ტუზი იყო. შეიძლება თქვენ ცხოვრებაში მართლაც შემოდის ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანი, რომელიც სრულიად შეცვლის თქვენს ცხოვრებას. კი, აი დაუშვოთ, ახლა მე არ დავიწყებ, დაუშვოთ, უბრალოდ ადამიანი. კიდე თქვენი პროფესიონალიზმი შეიძლება თქვენ დაუშვოთ, ზოგი შეიძლება თქვათ ახლა და ბიზნეს შექმნის, ან თქვენ პროფესიონალიზმს აჩვენებთ, ხო? მოდით ახლა უცბად ზუსტად უცბად, რომ ეს არ გაგვეგრძელდეს ეს ჩვენი მოკლე ვიდეო. უცბად. ხო ხედავთ როგორ მიჭირს მოკლე ვიდეოების გადაღება. აბა რას გულისხმობთ აქ? კი, აქ უეჭველი მოდის ადამიანისა და ბიზნესიც, იცით, კი. აქ როგორი მომენტი არის, იცით, არა, აქ არის სიყვარული? კი. ანუ აქ ყველაფერი ერთად ასე რომ ვთქვათ მოდის, კი. ესე იგი, ნახეთ რა ხდება. როგორც გითხარით, ვიღაცისთვის არის აქ შეიძლება თქვენ ქმნით ოჯახს ნამდვილად ვთქვათ, ან ადამიანი მოდის იმისათვის, რომ თქვენში, აი ზუსტად ეს ენერგიას რა, აი რთავს ენერგიას, რომელიც გაძლევს თქვენს ცვლილებას, რომელიც ხსნის თქვენს პროფესიონალიზმს, ეს თითქოს აი ეს არის ახალი. ეს არის ახალი ადამიანი. ეს არ არის ძველი და ბრუნდა, ძველი აგერ არის. აბატით. ეს არის ახალი ენერგია. შეიძლება ვიღაცა წავა სადღაც, ანუ თქვათ, სამოგზაუროდ დაუშვათ და ან სადღაც, სხვა ქალაქში, სხვა ქვეყანაში, სადღაც წახვა შეიძლება შორს, შეიძლება ახლოს, ახლა ძალიან შორს ვერ ვხედავ, მაგრამ დაუშვათ. და აქ იქნება რაღაცა ახალი პიროვნების გაცნობა, რომელიც აი რა გითხრათ, აქ კიდე შეიძლება ვიღაცასთან თქვენ თვითონ ადიხართ რაღაც მაღალ საფეხურზე, პლუს კიდე აქ არის ესეთი მომენტი, რომ შეიძლება თქვენი დაწინაურება, თქვენ ხდებით ხელმძღვანელი, თქვენ შეიძლება ხსნით ბიზნეს, შეიძლება ზოგი თქვა ახალ ფილიალს ხსნის, მაგრამ რაღაცა თქვენი სიძლიერე. ანუ ესე იგი, თუ ურთიერთობას ეხება, ხო, იმიტომ რომ საჯარო გაშლა, აქ არის, ანუ ვიღაცა ახალი პიროვნება, რომელიც შემოდის სერიოზული ურთიერთობის, ეს ადამიანი არ იქნება ეგრევე გეუბნებით გოგოებო, ვიღაცა თქვა, ანუ უვიცი, უყოლაფრო
ეს არის ადამიანი, რომელიც აი თქვენ თვითონ თუ ვითარდებით, თქვენ თვითონ თუ რაღაცას ქმნით, თქვენ თვითონ თუ ხართ საჭირო საერთოდ საზოგადოებისთვის, აი თქვენ სათანადო კაცს გიგზავნიან აქ. იცოდეთ რა. თუ თქვენ არაფერს არ აკეთებთ, ზიხართ ხარ და მარტო ტირი ხარ და ელოდებით ყოფილს, ეს თქვენი გაშლა არ იქნება, თუნდაც რეზონირდათ. ეს დაიმახსოვრეთ რა, რომ მე ტყუილა არ თქვათ, რომ ხო, აბა, სად არის ეს ჩემი კაცი? იმიტომ რომ სათანადო, ანუ ეს არის რა, ყველა სუნდა თქვათ, რომ იყოს აი მდიდარი წარმომატებული და ნუ ასე შემდეგ, მაგრამ შენ თვითონ როგორი ხარ, ასეთ კაცს ჭირდება ზუსტად ქალიც რო იყოს იგივე ენერგიებში რა. თუ გინდათ რომ იყოს თანაბარი ასე თქვათ კავშირი რა, ურთიერთობა. всё, შემდეგი კითხვა ჩვენ გვაქვს, ანუ რა ენერგია შემოდის შენ ცხოვრებაში, ახალი ისევ ნახat, ახალი განახლებული თავიდან. აი ხო გეუბნეთ, ჩვენ აქ ვეუბნებენ, აქ რაღაცა ახალი ისტორია იწყება თქვენი, აბსოლუტურად ახალი. თან აი როგორც თქვი, ისეთი ისტორიასაც მაჩვენებენ, რომ ანუ ნულიდან, ანუ ეს არ ნიშნავს, ნუ ნახეთ, თქვათ რომ აი საერთოდ ყველაფერი დავამთავრე, კი ზოგისთვის ნახეთ, ახალი ადამიანი შემოვიდა, რა თქმა უნდა, მაგ ადამიანთან შენ ახალ გზას გადიხარ, ახალ სამსახურში გადადიხარ, რა თქმა უნდა, იქ ახალ რაღაცას უკვე თუნდაც კოლექტივი რაღაცა, ბიზნესი გახსენი, კი ბატონო, ახალი ფილიალი როგორც გითხარი გახსენი, კი, ანუ ეს რა თქმა უნდა თითქოს ნულიდან იწყებ, განულებული ხარ, შენ რა თქმა უნდა, სანამ ახლა აქ პატარა ბავშვი დაბადებული გუშინ ახლა არავინ არ მიყურებს, თქვენს უკვე გაგთ გამოვლილი რაღაცა და ეხლა ახალ ეტაპზე უკვე ახალი ეტაპის ენერგია. თან ეს ენერგია თავისუფლების ენერგია, სადაც უკვე ანუ როგორ არის იცით აი მსუბუქი აი აქ უკვე თქვენ არა ხართ ისეთ აი აქ თვირთები ხო გქონდა თქვენ ხო ეს თვირთი თქვენ უკვე გადმოაგდეთ რაღაცებზე უკვე აღარა ვარ მე არ ვეჯაჭვები მოდით ასე ვთქვათ რა აღარ ვეჯაჭვები მე რაღაცებს ხო მე უკვე თავისუფლად ვუყურებ ყველაფერს რაც შემოდის ჩემ ცხოვრებაში რა აღარ თუ დაუშვათ გქონდა თქვენ აქ შეიძლება გქონდა თქვენ პროგრამაც ესეთი რომ ნუ მატრიცაში არის ეგეთი პროგრამა და ძალიან ისე მუშაობს რომ ადამიანი ყველაფერზე ეჯაჭვება აბსოლუტურად და ურთიერთობებში მithumet შეიძლება მეგობრობა შეიძლება საქმეზე ნუ ბევრ რამეზე და აი ზუსტად ეს პროგრამა აქ მუშაობს და ასრულებთ თქვენ და ასრულებთ რაღაც თქვენ უნდა იგრძნოთ ეგ და აქ ნამდვილად ეს ენერგია რომელიც აი თავისუფალი დამოკიდებულება ანუ უკვე თქვენ სხვანაირად უყურებთ თუნდაც ურთიერთობას ხო თქვენ ეხლა უკვე ნამდვილად აი ექვსიანი პენტაკლების ეს არის ზუსტად თანასწორი ურთიერთობა თუნდაც ყველაფერში აბსოლუტურად რა ენერგიის ანუ სხვანაირი მიმოცლა მიდის აი აქ რა თან აჩვენებენ იმენა უშუალოდ მიწიერ დონეზე აქ უკვე კი სულის დონეზე შეიძლება ჩვენ გქონდეს ახლა თქვათ ადამიანთან ანუ ადამიანებთან ან სიტუაციასთან დაუშვათ სხვა დამოკიდებული მაგრამ მიწიერ დონეზე თქვათ სულ ნუ სხვანაირად მაგრამ აი აქ იმენა უშუალოდ გვაჩვენებენ რომ აი იმენა მიწიერ დონეზე ანუ აქ შენ გექნება რაღაცა ცვლილება ისეთი რომ თითქოს გაძლევენ სიმსუბუქეთ მსუბუქათიარე სუბუქად მიიღებ თუნდაც ფინანსებს დაუშვათ რომ ადვილად მოდით ასე რომ ვთქვათ მსუბუქად რა ადვილად ხო ვნახოთ ახლა რა უნდა გაუშვოთ იმისთვის რომ თქვენ ცხოვრებაში ეს ცვლილება უფრო მარტივად მოვიდეს რომ უფრო რა უნდა გაუშვოთ რომ აი ძველი თქვენი პროგრამები, ძველი თქვენი მიდგომები, აბსოლუტურად აი ეს ყველაფერი ძველი, რაც უკვე აღარ გემსახურებათ, რაც აღარ არის, ნუ ძველი ყველაფერი უნდა გაუშვოთ. ნუ აქაც გვაჩვენეს სიგნიფიკაცია, რა თქმა უნდა, ძველი, ხო? სიტუაციები, რომელიც თქვენ გახელვებდეთ, სიტუაციები, ნახე, აქაც ორი მაღალი არქანი. სიტუაცია, როგორც თქვენ გახელვებდეთ, სიტუაციები, რომელიც თქვენ არ გაძლევთ საშუალებას, რომ გქონდეთ წინსვლა. ძველის ყველაფერს ვტოვებთ
ვტოვებთ, უკან ვტოვებთ, იმიტომ რომ არ გჭირდება. ეს არის თქვა რა სიტყვიან ხალხი, ვინ რას იფიქრებს ჩემზე. ანუ თქვათ ახლა ერთი ნაბიჯი გავაკეთე, თქვათ ახლა აი ეგ დავიწყებ და ვაიმე გამომივა, არ გამომივა, შიშები, აი შპოტვები, ეს რაღაც აი მიმიღებენ, არ მიმიღებენ რა. ანუ აი ეს ყველაფერი რა, აბსოლუტურად ყველაფერს ჩვენ ვტოვებთ ახლა გარეთ, ასე რომ ვთქვათ რა. და იმისათვის რომ შემოვიდეს ეს ცვლილება უფრო ადვილად თქვენ ცხოვრებაში, იმიტომ რომ თქვენ თუ დაუშვათ კიდე რაღაცას ვერ უშვებთ, ნუ აქ ახლა ამ ენერგიებით ახლა უშვებთ პრინციპში რა ამაჩვენებენ. კი ბატონო. ვნახოთ ახლა ჩვენ მთავარი ძალა რომელიც დაგეხმარება შენ ამ პროცესში. მთავარი ძალა, შენი სიმშვიდე, იმიტომ რომ შენ უკვე პრინციპში გაიარე რა, ანუ ესე იგი ბევრი რა, ნუ ასეთ ცვლილება როცა მოდის და თან პლუს კიდე აქ რო გვაჩვენებენ, მშვიდად უყურე ყველაფერს, ჰარმონია, შენ თავთან ჰარმონია. მიხვდეთ? ნუ აქ უეჭველი ექნება ეს გაშლა იმათვის, ვინც თავის თავზე მუშაობს, ვინც ახლა პრაქტიკებს აკეთებს, ვინც ახლა ნუ ნამდვილად აი არ იქნება ეს ესეთი ესე რა ქვია, კი? კი ბატონო. აქ გეუბნებით, აქ შეიძლება კიდე მოთმინება და აქ ვიღაცისთვის იქნება როგორ იცით, კიდე რა სრულიად შეიძლება მოულოდნელად, აი აქაც თქვი რომ მამაკაცის ენერგია შემოდის, რომელიც შენ დაგეხმარება, რომელიც გამოგიყვანს რაღაცა ილუზიებიდან და რომელიც აი ნამდვილად გაჩვენებს რაღაც გზას, ხო, ნუ თქვენ თვითონაც, რა თქმა უნდა, თქვენ თვითონაც და რა თქმა უნდა, თქვენი ენერგია, თქვენი სიმშვიდე, თქვენი აი აქ თითქოს მოგეხსნებათ ეს ვარდისფერი სათვალეები და თქვენ თვითონ დაეხმარებით თქვენი შინაგანი ჰარმონია, თქვენი შინაგანი რაღაცა აი როგორ გითხრათ, იცით, როცა შენ სიმშვიდეს გრძნობს შენს შიგნით, აი ეგეთი მომენტი და ნუ საათ მიგიყვან თქვენ ეს სიტუაცია, ანუ შედეგი რა იქნება, წინსვლა, რა თქმა უნდა, წინსვლა. რა თქმა უნდა, განვითარება, რა თქმა უნდა, აქ გზები გეხსნებათ, აქ რა თქმა უნდა, იქნება თქვენი გამარჯვება, ეს არის გამარჯვების ნიშანი. კი, გამარჯვებული იქნებით თქვენ პროფესია, აი თქვენი პროფესია, ანუ არანაირი მერყეობა თუ აი აქ ნახეთ სტაბილურობა მოდის ფინანსური მოდის, იმიტომ რომ თქვენ უკვე ეს მერყეობა რომელიც შეიძლება გქონდათ, ხო? აქ გეუბნებით, თქვენ განთავისუფლდებით, ნუ ვისაც გააქვთ კიდე რაღაცა ფიქრები, თქვათ ვიღაც მამაკაცზე, რომელიც უკვე არც იქით, არც აქეთ არის, ხო? ანუ ისევ მაჩვენებენ უბრალოდ ეს სიტუაციას, რომ აღარ დაელოდები იმას, ვისაც არ შემოაქვს შენ ცხოვრებაში სტაბილურობას. ის არა, თქვენ გამოდიხართ რაღაცა რთული პროცესიდან, ახალი იწყება ჩემო ლამაზებო.